მგზავრები ნაინო ქოშიბაძე და ბარბარა ხარხელი გთხოვთ სასწრაფოდ გამოცხადდეთ მეორე გასასვლელთან. მე ნაინო ვარ თბილისიდან. მე ბარბარა პარიზიდან. ჩვენ უკვე 2 წლეულია საუკეთესო მეგობრები ვართ. ამ პოდკასტში ყოველ კვირა ვშელობთ ცხოვრებაზე, ვუზიარებთ ერთმანეთს სიახლეებს და ვცდილობთ გადავრჩეთ. ხო. გლოვაზე ძალიან ბევრი მეფიქრება, რაც აქ ჩამოვედი მას მერე. ოღონდ ანუ გლოვაზე როგორც ფენომენზე ზოგადად და არა მხოლოდ სიკვდილთან კავშირში, არამედ ნებისმიერ რაღაცასთან რა, ანუ გლოვა როგორც არ ვიცი, ფენომენი არ არის ალბათ სწორი სიტყვა, მდგომარეობა ალბათ შინაგანი. იმიტომ რომ ფრანგულში არის ხშირად გამოყენებადი ესეთი ფრაზა, რაც არის faire le deuil, ანუ გლოვის გაკეთება, დასრულება. ანუ არ ვიცი როგორ გადავთარგმნო, ყველაზე ახლო თარგმანი არის გამოგლოვება. და ანუ ხშირად ხმარობენ ამ ფრაზას სხვადასხვა რაღაცებზე რა, რომ აი რაღაცა რომ დამთავრდება და რომ get over it ის ვარიანტში რა, რომ ანუ გამოიგლოვე და გადახვედი რაღაცა სხვა ეტაპზე ცხოვრებაში. ხო და მაგიტომ ვფიქრობ ხოლმე უფრო ხშირად გლოვაზე, იმიტომ რომ საქართველოში ქართულში გლოვა უფრო მართლა სიკვდილთან არის პირდაპირ ასოცირებული და რაღაცა ფრანგულში ეგრე პირდაპირ სიკვდილთან არის, სიკვდილთანაც და სხვა სიტუაციებთან ცხოვრებაში. ხო და პირველი რაზეც მე შემხვდა, მე მითხრეს ეგ ფრაზა იყო რომ ანუ ჩემმა მეუღლემ მითხრა რომ რაღაც მომენტში უნდა გამოიგლოვო საქართველო რა და მაგან აი ძალიან იმ მომენტში ძალიან დამშოკა კი რაღაცა სხვა თვალით შემახედა ამ ყველაფერს მართლა მივხვდი რომ ეს ძალიან გრძელვადიანი გლოვის პროცესი იყო და არა მხოლოდ ის რომ რაღაცა შეიძლება რაღაცა ერთხელ რაღაცა ცუდი მოხდა და ნუ კაი ხო ცოტა ხანი ცუდ ხასიათზე იყავი და გაგიარა არ არის ანუ შეიძლება ძალიან დიდი ხანი გრძელდებოდეს და შეიძლება ხანდახან სიტყვაც ვერ დაარქვა რაღაცა სახელი ამას რა ხდება შენს თავს და ჩემ შემთხვევაში ეგ იყო ანუ იმისი გლოვა რომ საქართველოში დიდი ალბათობით არასდროს აღარ ვიცხოვრებ და საქართველო რომელიც ან მე ძალიან მიყვარს და ყოველთვის მიყვარდა და ჩემს ცხოვრებას მანდ ვხედავდი და ჩემი პროექტების უმეტესობა საქართველოსთან იყო კავშირში, აი რაღაცების გაკეთება რომ მინდოდა რა, ან რამე ბიზნესის წამოწყება, ან რამე პროექტის გაკეთება, ყველაფერი საქართველოსთან იყო კავშირში. ან რაღაც ქართულ გასტრონომიასთან, რაღაცა ქართულთან რა. და ეს რაღაცა საზღვარგარეთ წასვლაც უფრო საქართველოს მოვახმარმერე ვარიანტში იყო და ეს აი ამხელა ნაწილი ჩემი იდენტობის რო უცბად გაქრა, იმიტომ რომ ნელ-ნელა მივხვდი რომ ჩემი ცხოვრება მანდ ვეღარ აეწყობა იმიტომ რომ ჩემი მეუღლე ფრანგია და ქართულ ანუ ის მას ძალიან გაუჭირდება საქართველოში ინტეგრირება ის რომ შვილი მყავს ასევე ფრანგი და მასაც გაუჭირდება ინტეგრირება და თან მისთვის რაღაცა ცოტა უფრო მეტი opportunities მინდა რომ მქონდეს და მოკლედ ანუ უფრო ესეთი პრაგმატული არჩევანია რომ თქვათ აქ დავრჩეთ ამ ყველაფრის გადახარშვის პროცესში და თან ხო წლები გავიდა უკვე 6 წელზე მეტი აქვს ცხოვრობ ძალიან ბევრი სტადია გავიარე და მე სადღაც შემხვდა წიგნია მე მგონი წიგნი აქვს დაწერილი ვიღაცას 5 stages of grief ანუ გლოვა არის ხო ქართულად ხო გლოვის 5 საფეხური და დავიწყე მაგაზე კითხვა ცოტა რა და მოკლედ აი მაგაზეც არის რომ ყველაფერზე შეიძლება ეს 5 საფეხური მოარგო მათ შორის ხა ჩემთვის ქვეყნის გლოვა არის მაგალითად ახლა გეტყვი
საფეხურები ეხა რა არის. ქვია. ერთი ის მინდოდა რომ მაგაზე ზუსტად გამახსენდა რომ ქართველობის დაკარგვას რასაც ეძახიან ეგ არის და იმ ამას წინ ზუსტად ბერლინში როცა ვიყავი და ნინიკოსთან ერთად ლაპარაკობდით თან კიდე სხვა ჩვენი ქართველი მეგობრები იყვნენ და მაგას განვიხილავდით რომ მისთვისაც როგორ ძნელია რომ საქართველოში არ არის, რამხელა მაინც კავშირი აქვს და emotional attachment-ი და ასე შემდეგ და რომ ელოდება რომ ქართველობა როდის წაერთმევა, მაგრამ არ ერთმევა. ხო, იცი, მაგაზე ვფიქრობდი ზუსტად, ანუ არის ხალხი, ვისაც ან საერთოდ არასდროს არ ერთმევა, ან ძალიან დიდი ხნის მერე ერთმევა და დიდი ფაქტორი არის ის შენი პარტნიორი ქართველია თუ არა და თუ ანუ წყვილში ხარ და ორივე ქართველები ხართ, ბევრად უფრო დიდი ხანი ჭირდება მე მგონი ქართველობის დაკარგვას და თუ შვილიც გყავს არაქართველი, ეგ უკვე ძალიან რთული არის ქართველობის შენარჩუნება. ხო და მე მგონი რა არის იცი რომ ეხა ძალიან იმაში ეზოთერიკაში მოკლედ იმაში გადავიდეთ სიმბოლიზმში ალბათ შეიძლება მაგას დავარქვათ რომ რაღაცაში უნდა რეინკარნირდეს ეს შენი ქართველობა და ამ გლოვის ნაცვლად იმას რომ ამბობდი რომ იდენტობა რაღაცნაირად ცოტა დავკარგე ან არ დავკარგე ან რაღაცა ვქენიო ეგ რაღაცა სხვაში უნდა გარდაისახოს იმიტომ რომ მაინც არსად არ წავა ის რომ ქართველი ხარ გენს ვერ შეიცვლი ხო პლუს მაგას ანუ ხო გამოგლოვეთ შეიძლება გამოიგლოვებ მაგრამ identity მაინც დარჩება მაგით არსად არ წავა იმიტომ რომ თან ისეთ ასაკში არ წასულ ხარ როცა პირიქით შენი identity ფორმულება თითქმის დამთავრებული იყო როცა წახვედი ამიტომ რაღაცაში უნდა რეინკარნირდეს ალბათ კი, აუცილებლად რაღაცა სხვა იდენტობა უნდა შეიძინო, მაგრამ ანუ თავიდან აი ეს identity crisis-ი პირველად მივხვდი რას ნიშნავდა, ანუ იდენტობის კრიზისი, რომ ანუ შენს ამ გარემოს, ქვეყანას და რაც შენ გეგონა რომ შენ იყავი იმას რომ გამოეგლიჯები და სხვაგან ხარ, რომ სრულიად დაკარგული ხარ და აღარ იცი ამ ახალ გარემოში საერთოდ ვინ ხარ და როგორი ადამიანი ხარ და რა გინდა ცხოვრებაში და ანუ გეგონება ყველაფერი გერთმევა რა, მარტო საცხოვრებელი ადგილი კი არა, მაგარ იცი საერთოდ არაფერი შენ თავზე. ხო და ნუ მოკლედ მაგაში ხა ძალიან რო არ ჩავღრმავდეთ, ანუ ამ ძალიან გრძელი პროცესია და მე დამთავრებული არ მაქვს ჯერ კიდევ რა, მაინც საკმაოდ სენსიტიური თემა არის ჩემთვის, მაგრამ ვხედავ ძალიან თვალნათლივ ამ საფეხურების ჩახურვას, ასე ვთქვათ. და ვხედავ რომ ბოლოსკენ ვარ საკმაოდ ახლოს ხო და მოვიხმარე ეს სტეიჯები და რომ მენახა რა, რომ სად არის ბოლო, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან ბევრი რაღაც საკმაოდ მოუთმენელი ვარ და ყველაფერი მალმალე მინდა რომ ხდებოდეს ცხოვრებაში და ანუ 6 წელი რომ რაღაცის პროცესი იყოს ესე ხანგრძლივი და დაუსრულებელი საკმაოდ შემაწუხებელია. ხო და მოკლედ სტეიჯები არის denial, ანუ უარყოფა რომ საერთოდ რომ ეს ხდება მაგისი უარყოფა მაგალითად ჩემ შემთხვევაში თავიდან ვიყო რომ არა ეს დროებითია ანუ პირველი რამდენიმე წელი აქ ცხოვრების მეგონა რომ დაუბრუნდებოდი საქართველოში პირველი წელი საერთოდ დარწმუნებული ვიყავი და შემდეგ უკვე რო გავიცანი ჩემი მეუღლე მერეც ძალიან ხშირად ვლაპარაკობდით საქართველოში წამოსვლაზე და ცხოვრებაზე ანუ რამდენიმე წელი ეს იყო სულ რომ დროებითია აქ ყოფნა დროებითია ანუ რაღაცა არ იჯერებ არ გინდა რომ დაიჯერო მოკლედ რა მეორე არის anger ანუ გაბრაზება რომ რატო წამოვედი საერთოდ რა არის არ მომწონს აქ ცხოვრება ანუ ეს რაღაცა წუწუნი და ბუზღუნი შენს მდგომარეობაზე იმ მომენტის და რომ არაფერი არ მოგწონს მოკლედ რა და ყველაფერი იქ უკეთესი იყო
კაი, შემდეგი მესამე ეტაპი არის bargaining, ანუ ვაჭრობა. ну რაღაცნაირად სამყაროს რო ევაჭრები, ამას ყველაზე ცუდად მესმის ეს საფეხური კარგად ვერ ხვდები, მაგრამ რაღაცნაირად რო კომპრომისის პოვნას ცდილობ რა, რომ აი ხშირად ჩავალ ხოლმე, არ დავკარგავ კონტაქტს, იქაც გავაკეთებ პროექტებს და აქაც, ხო ხვდები, ანუ აი რაღაცა შევქმნი. ხო, ან რაღაცა მსგავსი ნახე პოდკასტს მაშინ არ ვფიქრობდი, მაგრამ ეგ მქონდა და ბევრჯერ მიფიქრია, რომ ხშირად ჩამოვიდე და რაღაც პროექტები ავიღო მართლა რა და მაქაურობას ან რაღაცა ლექციები ავიღო, რაღაცა გავაკეთო მანდ და არ დავკარგო მოკლედ კავშირი ესეთი პირდაპირ. მაგაზეც, რა ვიცი, მეფიქრება ხოლმე ხშირად ეხლა უფრო ნაკლებად მგონია, რომ ეგ საფეხური ჩავხურე, მაგრამ სულ იყო ეგეც აქტუალური. მეოთხე სტადია არის დეპრესია, ანუ რომ უკვე რომ მართლა ცუდ ემოციაში ხარ რა, რომ ძალიან გენატრება და ანუ ცუდად გრძნობ თავს ამასთან დაკავშირებით. ჩემთვის მთლად ესე პირდაპირ არ მიყვა ერთმანეთს ეს სტადიები, ეს დეპრესია სადღაც მიმოფანტული იყო ამ ყველაფერსში რა, განსაკუთრებით 3 წელი რო ვერ ჩამოვედი მაგ პერიოდში. და მეხუთე არის acceptance, ანუ მიღება შეგუება, ხო. რომ თქვი რომ შეგუება იმას არ ნიშნავს, რომ ფეხებზე გკიდია მე უკვე რა შენი ქვეყანა, მაგრამ ну შეგუება რომ კი ეს ჩემი ქვეყანა მიყვარს, მენატრება, მაგრამ ჩემი სახლი ეხლა სხვა ადგილას არის და აქ შევეცდები რომ მოკლედ ვინტეგრირდე და ყველაფერი გავაკეთო, რომ აქ ჩემი ცხოვრება უკეთესი იყოს. ეს მოდელი ბევრ რაღაცაზე შეიძლება მოერგოს, რა თქმა უნდა რა, ანუ ახლობლის სიკვდილზე, break-up-ზე, სამსახურის დაკარგვაზე, ბიზნესის დაფეილებაზე, რა მილიონ რაღაცაზე რა. ხო და მე მგონია რომ საკმაოდ ახლოს ვარ უკვე acceptance-თან, იმიტომ რომ ანუ ის იდეა რომ საქართველოში დავბრუნდები თითქმის გამოირიცხა, იმის ილუზიაც აღარ მაქვს, რომ რაღაცა პროექტებს ესე შორიდან აქედან 4000 კილომეტრიდან გავაკეთებ ისე, რომ თან კმაყოფილი ვიყო და თან კარგად გამომივიდეს. და ეს უარყოფითი ემოციებიც რაც მქონდა ხოლმე ანაქაურობასთან, ან მაქაურობასთან დაკავშირებით, რომ ხან აქაურობაზე ვიყავი გაბრაზებული და მანდ რო ჩამოვდიოდი მაქაურობაზე ვიყავი გაბრაზებული. ეგეც მაგასაც გრძნობ, რომ ცოტა უფრო მეტად მიდის ინდიფერენტულობისკენ რა. ასევე რაც, ანუ ასევე ცოტა არ შეიძლება სამწუხარო ფაქტი არის, მაგრამ ესეც დაკვირვების ნაწილი იყო, რომ ანუ ამ 6 წლის განმავლობაში ბევრჯერ იყო ეს მანიფესტაციები, აქციები, ბევრი რაღაც მოხდა, ეხლა შენც კი იცი, იმიტომ რომ სულ გარეთ ხარ შენც და უამრავი რაღაცა მოხდა ამ წლების განმავლობაში. და ანუ პირველი პერიოდი, ანუ პირველი წლები, როდესაც აქციები იყო საქართველოში, ძალიან გულთან ახლოს მიმქონდა, ეხლაც მიმაქვს, მაგრამ დამნაშავედ გურზნობდი თავს. ძალიან, რომ მე მანდ ვერ ვიყავი. და ნუ სულ უფრო ძალიან ხშირად ვიყავი მაგ იმაში რა, ნუ კითხვაში, ნიუსების და ასე შემდეგ და ის შინაგანი შეგრძნება, რომ ჩემი ადგილი იქ არის. და იქ უნდა ვიყო და ძალიან ცუდად გრძნობდი თავს. ამ წლების განმავლობაში ეს რაღაცნაირად ცოტა მაინც უფრო ნელდება. ანუ რა თქმა უნდა ისევ და ისევ ძალიან გული შემტკივა საქართველოზე და განსაკუთრებით ჩემს მეგობრებზე და ოჯახზე, მაგრამ ეს დანაშაულის შეგრძნება, რომ მე იქ რატო არ ვარ, ბევრად უფრო შემიმცირდა. და ანუ მანდაც მაგასაც რო დავაკვირდი, მანდაც მივხვდი, რომ ანუ ეს რაღაცა shift-ი მოხდა მოკლედ რა, სადღაც ამ წლების განმავლობაში. ეგ დანაშაულის გზნობა სხვათა შორის აქაც გვაქვს. ადგილად, ანუ თუ რაღაცა პერიოდი, როცა ძალიან აქტიური ისინია, თუ არ ვართ ხოლმე ჩართული, თან იმიტომ კრებიცითად იმიტომ ვიძახი, რომ ჩემი მეგობრებიც, ვინც არიან ხოლმე აქციებზე, თუ ადრე მოუწიათ წასვლა, ვაიმე ბოდიში ადრე წავედი და ვაიმე ბოდიში ვერ მოვედი დღეს, ანუ აქციის ფოტოს თუ დადებდი, წერდნენ, რომ აი ბოდიში და დღეს ვერ ვარ მან და მივხვდი, რომ
ეგ კიდე ცალკე პროცესი არის, რომელიც უნდა გაიარო იმისთვის, რომ მიხვდეს სად არის ზღვარი self-care-სა და ამ თავგანწირვას შორის რა. და მე უფრო გამიადვალა მაგასთან გამკლავება იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც ეს თერაპიაში ნასწავლი მაქვს ის თულები, რითიც შემიძლია, რომ ეს ვაკონტროლო და მივხვდე რა, რომელი გრძნობა რის გამო და საიდან მოდის და დამნაშავედ აღარ ვიგრძნო თავი თუ რაღაც ერთი კვირა ჩემ თავს დავუთმე ის დრო იმისთვის, რომ ენერგია აღვადგინო და დავუკვირდე ჩემს ემოციებს. მაგრამ მეც მაინც მქონდა ეგ მომენტი რა, უბრალოდ ვიჭერდი და გაანალიზება შემეძლო და დაპროცესება ამ დანაშაულის გრძნობის საიდან მოდიოდა და რა ხდებოდა და როგორ შემეძლო, რომ არ მიგრძნო თავი დამნაშავედ. მაგრამ ეგ აქაც გვაქვს. და მესმის, რომ იქ შორიდან კიდე უფრო მეტად არის, იმიტომ რომ საერთოდ ერთხელაც ვერ გადიხარ. ეგ კიდევ საერთოდ სხვა ლეველია მოკლედ რა და საერთოდ რო შორიდან უყურებ და მეგობრებთანაც ახლოს ვხარ და შენთან ცალკე შენ თვითონაც ხო ნერვიულობ, იმიტომ რომ რო გადიხართ მან გარეთ რაღაცნაირად ამ ერთმანეთს support systems უქმნით. გაცილებით სხვა მუხტი და ენერგია და ის არის, რაღაც მომენტებში და ეგეცაა მე მგონი, რომ ცოტა როცა არ გავდივართ, მე თან ცუდად ვართ იმისგან, რომ არ გავდივართ და პლუს ცუდად ვართ იმისგან, რომ იმ ენერგიით ვერ ვიმუხტებით, რაც ერთმანეთთან კონტაქტით მოდის. და დაცლის ისიც არის, რომ რომ გავიდე რაღაცა გავაკეთე, ეს უსუსურების შეგრძნების ცოტათი შემცირება რა, ბევრი ბენეფიტი აქვს მოკლედ პირადად იმისთვისაც ვინც გადის და ზოგადად საზოგადოებისთვისაც. მეტნაკლებად იმის მიხედვით თუ რამდენად ინტეგრირებული ხარ, მგონია რომ ეს გლოვის ეტაპები უფრო სწრაფად გადის ან არასდროს არ გადის. არის ხალხი, ვინც მართლა 20 და 30 წელი ცხოვრობს უცხო ქვეყანაში და ჯერ კიდევ არ აქვს გავლილი ეს გლოვა. რა ან ფიქრობენ, რომ რაღაც მომენტში დაბრუნდებიან, ან ყოველთვის ურჩევნიათ ისევ თქვა საქართველოში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში რა, ემიგრანტებზე ვლაპარაკობ ძირითადად. უამრავი მართლა არის, ტვინით გავლით არიან, მიუხედავად იმისა, რომ 20-30 წელი ცხოვრობენ, ტვინით აქ არ ცხოვრობენ. და ეგ რომ სხვაგან გინდა ყოფნა, მაგრამ სხვაგან ხარ, მგონია რომ ეგ საერთოდ კონსტანტ ის არის რა, მუდმივი გლოვა. რახან ამ იმაში არიან გაჭედილი ამ ეტაპებში და ძირითადად anger-ში ვერ იტანენ აქაურობას. ვერ იტანენ იმ გარემოს, რაშიც არიან და როცა ვერ იტან და ესე ნეგატიურად ხარ განწყობილი, ენას ვერ ისწავლი, ძალიან რთულია ენის სწავლა ზოგადად და ეგეთი ნეგატიური განწყობით კიდევ უფრო რთულია. ესენი ვინები არიან და ეს რა ბანჯი ქვეყანა და ხო, რომ მეც მყავს ირგვლივ მაგალითები ადამიანების, რომლებიც თავის და უნებლიეთ არიან სხვა ქვეყნებში და ხო, აი ზუსტად გამახსენდა ახლა ეგ anger stage ზოგ ადამიანების იმაში გამოვლინებებში რა, რო თქვია ტვინში გამინაცდა. და მართალია ხო, როცა ეგეთ mag stage-და ხარ, შეუძლებელია რომ რამე პოზიტივი დაინახო კი არა, საერთოდ რამის კეთება გინდოდეს და ალბათ ძალიან დამთრგუნველია. და მე მოყვება მოკლედ ეს დეპრესიაც რა, მაგრამ acceptance-ის ეტაპზე ვერ გადადიან. მის რა ქვია. ეს რა ვფიქრობ ხა, იმიტომ რომ ზოგადად თერაპიის პროცესიდან გამომდინარე ვასკონი მაგას და ზოგადადაც ჩემი გამოცდილებით ეგრეა, რომ თუ შენ თავთან კარგად არ ხარ ნებისმიერ რაღაც ადგილას, ადგილი რო არ ცვლის იმ კარგად ყოფნას, თუ ცუდად ყოფნას რა. ხო და მაგასთანაც კავშირში ხო არ არის ის, რომ სადაც არ უნდა იყვნენ, მაინც ცუდად იქნებოდნენ. უბრალოდ ის ფაქტი, რომ გონიათ, რომ საქართველოში უკეთესად იქნებოდნენ, სინამდვილეში საქართველოშიც არ იქნებოდნენ კარგად, რომ ყოფილიყვნენ ცოტა ის რა ბალახი რომ სხვა მხარეს რო უფრო მწვანეა. ეგეთებიც მე მგონი ბევრი არის, მაგრამ მე ხა ვინც მინახავს
ვინც აი ეგრედრე გაჭედილი არის ამ გაბრაზების სტადიაზე. საქართველოში ბედნიერები არიან ემოციურ დონეზე. ანუ იმიტომ რომ მეგობრები ოჯახი ყავთ და ეს ქართველობა მოსწონთ. და აი აქაურ კულტურას ვერაფრით ვერ ერგებიან, მაგრამ იქ უკვე მერე ფინანსური ის მიდის, ანუ სამაგიეროდ ფინანსურად არიან ცუდად საქართველოში და აქ უკეთესად არიან ფინანსურად და ეგ წონის ასე ვთქვათ რა, ცოტა უფრო ეგ არის ემოციური versus ბალანსივით არის, რომლისთვისაც რაღაცა კომპონენტებია საჭირო, რომელიც სადღაც მეტია და სადღაც ნაკლებია. რაღაცა ეგეთი გამოდის. ხო, მაგრამ მე მაინც მგონია რომ ეხა სადღაც რომ მიდიხარ, ეგ attitude რომ აუ ეს რა საშინელი ხალხია თუ ანუ აი რაც აქვთ რა რომ ანუ ქართველები ყველაზე მაგრები ვართ და ანუ ყველა სხვაებით განსაკუთრებით ევროპელები ამათ მეგობრობა არიციან, ამათ ჯიგარი არა აქვთ, ამათ ისე, ანუ აი მაგ განწყობით თუ მიდიხარ, ხო რა თქმა უნდა ძალიან გაგიჭირდება ინტეგრირება, ენის სწავლა და რაღაც შენი ადგილის პოვნა საზოგადოებაში და შესაბამისად never ending დაუსრულებელი პროცესია. მან ეგ acceptance-იც არის იმის, რომ ვიღაცები არიან განსხვავებული კულტურის და იმ კულტურის რაღაც კარგი რაღაცების დანახვაც რო შეგეძლოს, რომ იმაზე დაუკონექტდე იმ ადამიანებს, რაც შეიძლება საერთო გქონდეთ, ვიდრე იმის მაგივრად, რომ ხო რა ვიცი, ამათ ახლა მეგობრობა არიციან, იმიტომ რომ კი მეც მაქვს ეგ შეგრძნება, ბევრი სხვა ადამიანთან კონტაქტისგან, რომ კი, ჩემ ქართულ მეგობრებს როგორც მეგობრები, ეგრე ვერავის ვერ მეგობრები. და ბევრი ფაქტორია მაგის განპირობებელი, მაგრამ არ ვკონცენტრირდები მაგ ნეგატივ რაღაცეებზე და ვკონცენტრირდები იმ კარგ რაღაცეებზე და კავშირებზე, რაც რის გამოც შეიძლება ეს ადამიანები შემიყვარდნენ და მომწონდნენ და გამიჩნდეს მათ მიმართ რაღაცა ის დადებითი ემოციები რა. მაგრამ ისევ და ისევ იქამდე მივდივართ, რომ მან უნდა იყო მენტალურად მისული მაგ პროცესამდე და თუ არ ხარ მისული, რომელიც მარტო მაგამდე მისულა ძალიან რთულია, მაგას ვიზახი, რომ თუ ეგ mental state-ი სადაც ხარ, იქ გაქვს მიღწეული, ჩემი აზრით გონია რომ ცოტა უფრო ადვილი იქნება მაგ 5 stage-ის გავლა სხვაგან. კი, გარა გეთანხმები, მაგრამ უმეტესობა ადამიანების არ აქვს გავლილი ეგ და შესაბამისად ძალიან უჭირთ ამ ეტაპების გადალახვა და შეგუება. მაგიტომ არის მგონია რომ მაგიტომ არის იმიგრაცია ძალიან რთული უმეტესობა ადამიანებისთვის.